საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. მოგესალმებით კონსუმენტ პიკის საათ სტუდიაშია დავით პაიჭაძე, ჩვენი სტუმარია გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი და ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება ბოლო დროს ისევ მოძალებულ ტერორისტულ აქტებს რეგიონში, ევროპაშიც და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებს. გიორგი, გამარჯობა, მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. მოგესალმებით რადიო მსმენელს მივესალმებ. საღამოს პიკის საათი. აქ არ არსებობს ტაბუ და აკრძალული საკითხები. საღამოს პიკის საათი. უსმინე, ჩაერთე, ელაპარაკე, იკამათე. ცოცხალი საუბარი, ცოცხალ თემებზე. საღამოს პიკის საათი. ყოველდღე 6-ის 10 წუთზე. შაბათ-კვირის გარდა. საზოგადოებრივი რადიო FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი, ჩვენი ნომრები 240-1922-92. ჩვენი ინტერნეტ მისამართი რადიო 1.g, აქ თქვენ პიკის საათს უყურებთ, ამ მხოლოდ უსმენთ, ხოლო ჩვენი სიხშირე რადიოში გახლავთ უკაცრავად რადიო 1.g, ეს არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი, ხოლო ჩვენი სიხშირე რადიოში გახლავთ FM 102.4. კიდევ ერთხელ ჩვენი ნომრები 240-1922-92. გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გახლავთ ჩვენი სტუმარი. პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანებმა იციან რა არის თავარი პოლიტიკური ამბავი ბოლო დღეებისა. ეს არის არა მხოლოდ რუსეთის ელჩის მკვლელობა ანკარაში, ეს არის მოვლენები ციურიხში, ბერლინში, კიელში და მანამდელი მოვლენები, რომლებიც არ განელებულა იმას არაფერი გადაფარავს სირიაში, ალეპოს აღება სირიის პრეზიდენტის ასადისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო ძალების მიერ. როცა კითხულობ შეფასებებს, ერთ შეფასება ასეთია, რომ რუსეთი ცდილობს შეარყიოს საერთაშორისო სისტემა ამ ნაბიჯებით, რასაც ის დგამს და მას ამის ნებას ერთი მხრივ აძლევს და საშუალებას აძლევს დასავლეთის პასიურობა შუა აღმოსავლეთის საკითხში. მეორე მხრივ მისი ესეთი გადამწყვეტლური პოლიტიკა ამ საკითხში გამოავლინოს ძალა, თუ კი მას ამის საშუალება ეძლევა. მოდი თქვათ, თუ კი ის ამ საერთაშორისო სისტემის რყევას ესწრაფვის, რა სარგებელს ნახულობს ამისაგან გინაში და პოლიტიკურს და გინა საგარეო პოლიტიკურს. ასევე საინტერესო იქნება უბრალოდ მოუხაზავთ რა საკითხებს უტრიალებს ჩვენ დღევანდელი გადაცემა, დავინახოთ სხვა სახელმწიფოთა ინტერესები, თუ ძალიან დეტალურად არა, ყოველ შემთხვევაში არაზოგადად უფრო კონკრეტულად სახელმწიფოებისა, რომელთაც ეხებათ ეს კონფლიქტი. შეიძლება ჩართულები არ იყვნენ, მაგრამ ეხებათ თავიანთი გავლენით და მათი მიდგომები შუა აღმოსავლეთში გამწვავებული კონფლიქტისადმი. თუ გასაგებია, რომ თუ მშვიდობა არ იქნა, ან შედარებითი მშვიდობა თუ არ იქნა, ჩვენ ვიცხოვრობთ ესეთი შემთხვევითი ტერაქტების მიყუჩებული მოლოდინით, ხო? ეს აგიფეთ ხდება თითქოს მოუდნელი, მაგრამ მე ხვდები, რომ ეს თითქოს კანონზომიერებათა რიგია, რომ ასეთია დღეს მსოფლიოს ყოფა. რუსეთით დავიწყოთ. დავიწყოთ რუსეთით და მისი ინტერესებით, ამოცანით, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მართებულად დაახასიათეთ. რეალურად რუსეთის გლობალური ამოცანაა, რომ დაანგრიოს ის არსებული მოდი ასე ვთქვათ, ბალანსი, ის მართვის სისტემა, რომელიც დღეს არსებობს და დააბრუნოს მოვლენები ცივი ომის წინა პერიოდში, ან ცივი ომის პერიოდში, სადაც რუსეთისადმი და მაშინ ბიპოლარულ სისტემას ესწრაფვის საბჭოთა კავშირისადმი დამოკიდებულება იყო, როგორც ასე ვთქვათ, მსოფლიო, ამ შემთხვევაში მსოფლიო ძალაუფლებასთან დამოკიდებულება, რის შემდეგაც ცივი ომის დასრულების შემდეგ და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ეს დამოკიდებულება შეიცვალა და რუსეთი გახდა საბოლოო ჯამში რეგიონალური, ასე ვთქვათ, მოთამაშე. რუსეთის ამოცანაა, რომ ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის
ტერორიზმის ხელშეწყობით თუ ტერორიზმთან ბრძოლით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი თავი დააბრუნოს იმ დიდ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ასე ვთქვათ, მსოფლიო წესრიგი საკითხები წყდება. ერთი რამ გიორგი ვიდრე განაგზობ არ დაგავიწყოთ ეს თქმა საპირებით. საბჭოთა კავშირმა არსებობა დაასრულა ეკონომიკური კრახის პირობებში. ჩვენ გვახსოვს გამოცარიელებული გასტრონომები სუპერმარკეტს არ ვიტყვი სიტყვას, ეგეთი რაღაც არ არსებობდა. ცარიელი მაღაზიები, ცარიელი დახლები, არაფერი არ იყო, ასანთი ყოფილიყო თუ მაინც და მაინც. ამას რატო ვიხსენებ? იმიტომ რომ თუ შენ ესწრაფვი მსოფლიოში ალტერნატიული ან ერთ-ერთი ლიდერის, ორიდან ერთ-ერთი ლიდერის როლს და ესტრაფო გამოიხატება თქვა 1000 ჯურის არ მინდა შეურაცხყოფილების გამოყენება რეჟიმების დახმარებით სოფლიოს სრულიად სხვადასხვა წერტილებში ამბიციით რომ ფლობდე აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს და შენი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იყვნენ ანუ შენ ტერიტორიაზე შემოერთებული ყავდეს და შენს ნაწილად კონდეს ქცეული ის ერები რომელთაც ეგებს შეთან ბევრი საერთო არაფერი და ასე შემდეგ ხო ეს შენი პოლიტიკა ვფიქრობ მისნად იმასაც უნდა ისახავდეს რომ შენ დიდრდებოდნენ ძლიერდებოდნენ ჩვენ გვინახავს მეტროპოლიები რომლებიც კოლონიები ცხოვრობდნენ და როცა კი ამ კოლონიებმა დაკარგეს აზრი როგორც შემოსავლის წყაროებმა და უფრო მოკლედ ისინი გაუშვეს რა გახსოვს მეორე მსოფლიო ომის დეკოლონიზაციის პერიოდი ეხლა როცა რუსეთი ამას ესწრაფვის აქვს თუ არა მას არა მხოლოდ პრესტიჟის ინტერესი პოლიტიკური გავლენის წონის სახელის დიდების რაღაც არამედ ეკონომიკურიც და წინა გამოცდილება ცოტა სევდიანია ახრივ და აი ეს დღევანდელი მისი ქცევა მას ამდიდრებს პოტენციურად ეს არის გათვლილი რუსეთის მოღონიერებაზე ეკონომიკურად არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ ეკონომიკური წონის გაძლიერებაზეც იცით რა და მაშინ გავაგრძელებ რაზეც საუბრობდი და მე გადმოვალ უკვე ამ ნაწილზე ასე ვთქვათ რუსეთი ესწრაფვის ყველაფრის ფასად ასე ვთქვათ ლიდერული პოზიციები დაიბრუნოს მსოფლიო მართვის სისტემაში და რეალურად ის ებრძვის ანუ ლიბერალურ ღირებულებებზე და ლიბერალურ დემოკრატიაზე დამყარებულ ასე ვთქვათ მართვის წესს. ეს იქნება ტერორიზმის ხელშეწყობით, როგორც ვთქვი, ტერორიზმთან ბრძოლით, დეკლარირებულად თუ დეკლარირების გარეშე პოპულისტური მემარჯვენე თუ მემარცხენე ულტრაპოპულისტური ძალების მხარდაჭერით ევროპულ თუ ამერიკულ პოლიტიკაში ანუ მას მრავალი საცეცი აქვს, მრავალი და სხვა მათ შორის ენერგომატარებლებითაც ცდილობს აი ამ ყველაფრის მიღწევას. ახლა თქვენ რაც თქვით, რომ ის რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის საწინდარი რეალურად გახდა ეკონომიკური კოლაფსი და რამდენად ზრუნავს რუსეთი თავის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მე ასე ვიტყოდი, ანუ რუსეთი არ ზრუნავს საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თუმცა ის ბუნებრივია ზრუნავს იმ ეკონომიკური სიკეთეების ძალაუფლებაში გადათარგმნაში ელიტურ მართვაში ამ ყველაფრის და ეკონომიკასაც პუტინი და მისი რეჟიმი განიხილავს როგორც პოლიტიკური ასე ვთქვათ ბრძოლის ერთ-ერთ მექანიზმს. ანუ ჩემი აზრით დღევანდელი კრემლისთვის ეკონომიკა არის ერთ-ერთი ბრძოლის მექანიზმი, კომპონენტი და ჭირდება იმდენად რამდენადაც გამოიყენებს ამას პოლიტიკური მიზნებისთვის. ბუნებრივია ხა რადიკალურად თუ წავიდა საქმე და შიმშილობა მივიდა საქმე ეს საფრთხეებს შეუქმნის საბოლოო ამოცანასაც რუსეთის თუმცა მნიშვნელობა აქვს იმაზე თუ კი რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აცდა ასე ვთქვათ რაღაც კეთილდღეობის ზღვარს ქვემოდან ზემოთ მაშინ მისი მართვა იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს პუტინი ახერხებს ქვეყნის მართვას გაუჭირდება ამიტომ ეკონომიკა მთავარია ვის მოხმარდება თუ მის ძალაუფლების შენარჩუნებას და შემდეგ უკვე მის
ქვეშ, მისი მართვის ქვეშ რუსეთის სოფლიო მოთამაშე დაბრუნებას მოხმარდება, აი ამისთვის სჭირდებათ სწორედ ასე ვთქვათ კრემლის მმართველებს ეკონომიკა. ახლა დაუბრუნდეთ, რადგანაც დღევანდელ მდგომარეობაში ცხელი წერტილი არის სირია, იქ მიმდინარე მოვლენები და ზოგადად შუა აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და ტერორიზმის გამოვლენებები, რაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მაინც უკავშირდება შუა აღმოსავლეთს, იმიტომ რომ არა ის ვაკუუმი, ის ძალიან სერიოზული ვაკუუმი, რომელიც რეგიონში შეიქმნა გასული 4-5 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი ქვეყნების პასიურობის შედეგად, აი სწორედ ეს ვაკუუმი ამ ვაკუუმის შედეგად წარმოიშვა დაეში, იგივე ისლამური სახელმწიფო და გაძლიერდა და იმ მდგომარეობამდე მივიდა, რა მდგომარეობაშიც არის დღეს, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის ცარიელი ადგილი ამ დესტრუქციულ ძალებში შეავსო ასევე მოსკოვმა. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც არ ჩაერია და ვერ ჩაერია დასავლეთი, მაშინ როდესაც აუცილებელი იყო ჩარევა, იქ ჩაერია მოსკოვი და რეალურად რეგიონში გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა, თავისი სამხედრო მიზანი, რომელიც ჰქონდა რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე, ერთადერთი სამხედრო ბაზა მან შეინარჩუნა და გააფართოვა, ასევე გააფართოვა საჰაერო ბაზა სირიაში, მეტიც ხელი შეუწყო მის მოკავშირეებს ამ შემთხვევაში ირანსა და ჰეზბოლას, რომ უფრო სერიოზული გავლენით ყოფილიყვნენ წარმოდგენილი რეგიონში და წმინდა გლობალურ დონეზე მან სირიაში აქტიური ჩარევით, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა გმობდა ყოველთვის ყველა ეტაპზე, მან საკუთარი თავი, რუსეთმა საკუთარი თავი დააბრუნა იმ დიდ მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელზეც უნდოდა ყოფნა და სწორედ როდესაც რუსეთი ჩაერთო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, სირიის კონფლიქტში, ეს იყო სწორედ მას შემდეგ, რაც იგი კეთროვან მდგომარეობაში აღმოჩნდა ყირიმის ანექსიისა და ოკუპაციის შედეგად და აღმოსავლეთ კი არა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის შედეგად. აი ამის შემდეგ მან თავისი მოქმედებებით აიძულა დასავლეთის სახელმწიფოები, რომ რუსეთიც მიეღოთ კლავაც ტერორიზმთა მებრძოლთა კლუბში, ასე ვთქვათ. ხო, რეალურად დღეს რაც ხდება ტერაქტი ბერლინში, ასე ვთქვათ, მკვლელობა ანკარაში, ელჩის ამ ყველაფერს ბუნებრივია რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს მაქსიმალურად იმისთვის, რომ მაქსიმალური ლეგიტიმაცია მისცეს მის ოპერაციებს სირიაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხედავს, რომ დაეში არ არის რუსეთის თავარი სამიზნე და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არის სამიზნე, მიუხედავად ამისა, ერთადერთი ცენტრი, რის გარშემოც ყველა შეიძლება გაერთიანდეს თეორიულად, ეს არის სწორედ დაეში. ყველა მოთამაშეს ამ რეგიონში აქვს განსხვავებული ინტერესები. ხო, რუსეთზე ვთქვი, რა იყო მისი ინტერესი, სამხედრო თვალსაზრისით, რეგიონალური თვალსაზრისით და გლობალური თვალსაზრისით, ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ რუსეთი ასევე გრძნობს ერთ რამეს. აი, სულ რამდენიმე დღეა და რაც დავბრუნდი ბრიუსელიდან და სხვა შორის ბერლინში ვიყავი მის შემდეგ, სამი მთავარი პრობლემა, რომელიც ევროკავშირის და ზოგადად ევროპული პოლიტიკის სამი მთავარი საკითხია, პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება შუა აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, ხო? აქედან გამომდინარე რუსეთმა დაინახა ბერკეტი. თუ კი ის მოახერხებს ქაოსის კონტროლირებადი ქაოსის შექმნას. ჩამოთვალეთ ეგ სამი დღეს. გეტყვით, ეს არის ტოლვილთა პრობლემა, მიგრაცია და გაზრდილი მიგრაცია, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა ევროკავშირში. მეორე საკითხი ეს არის გახშირებული ტერორიზმი და ტერორისტული შეტევები და ამის მაგალითია უკვე დაეშის ხელწერა, ხო, ნიცა, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი ეს უკვე ახალი ტიპის ტერაქტებია და რომელიც ბევრად უფრო გახშირდა, ეს მეორე და მესამე
ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოპულისტური ძალების, ასე ვთქვათ, გაძლიერება, რომლისთვისაც, ანუ ნიადაგს სწორედაც რომ ქმნის პირველი ორი პრობლემა, რომელიც ჩამოთვალე. რეალურად ეს ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოპულისტური ძალები ძირითადად პოპულარობას და კაპიტალიზაციას ახდენენ იმ თემების, რომელიც ერთის მხრივ უკავშირდება მიგრაციას, მეორეს მხრივ უკავშირდება ფუნდამენტალიზმსა და რადიკალურ ისლამს. ხო, ეს ყველაფერი სწორედაც რომ შუა აღმოსავლეთიდან მომდინარეობს, ანუ ის პრობლემები, როდესაც ვერ მოგვარდა, შემდეგ ამ ყველაფერმა უკვე გლობალური გავლენა მოახდინა. აქ დავასრულებ. რუსეთი გრძნობს სწორედ ამას, რომ მას აქტიური ჩართულობით მას უჭირავს ხელში გასაღები, როგორც მიგრაციის, ანუ რამდენადაც მეტ ყუმბარას ჩააგდებს ამა თუ იმ რეგიონში, მით მეტი ტოლვილი ჩავა გერმანიაში. მარტივი ამბავია, ერთი და მეორე, რაც უფრო ცხელი იქნება ეს ტერიტორია, მით უფრო მაღალი შანსი იქნება ტერორისტული აქტების მომავალში, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს მემარჯვენე თუ მემარცხენე პოპულიზმს და ისლამის როგორც რელიგიის წინააღმდეგ რაღაცა მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე, ულტრამემარცხენე ძალების, ასე ვთქვათ, მტრულ დამოკიდებულებას. სწორედ აი აქ ხეირობს, ანუ რუსეთი და გავლენას ახდენს უკვე დასავლურ პოლიტიკაზე არაპირდაპირ აი ამ მიმართულებით. ეხლა დანარჩენი მოთამაშეების ინტერესები. თუმცა რას თქვენ ბრძანეთ ვილაპარაკოთ დანარჩენ მოთამაშეებს, რა თქმა უნდა ძალიან ის ასევე წარმოშობს კითხვას, რომლის დასმა იგი გვიანი იყოს. საქმე ეხება ჩარევას, რომელიც არ შედგა. თქვენ თქვით რომ ან არ ჩაერია, ან ვერ ჩაერია დასავლეთი. კარგი, მაგრამ ჩარევის შემთხვევაში რა შეიძლება ყოფილიყო მიზნები ამ ჩარევისა? აი თუ ერევი შენ შუა აღმოსავლეთის ამბებში, ან სირიის კონფლიქტში, რას აკეთებს? სადამდე მიყავს საქმე, სად სვამ წერტილს? ხომ გასაგებია ერევი იმისთვის, რომ შენი კონტროლი იყოს იქ და მიაღწიო ასე თუ ისე მშვიდობას რეგიონში, იმ რანგის მშვიდობას, რომ იქიდან მერე აი ეს დაძაბულობის და ძალადობის ტალღები არ გავრცელდეს. ასე რა შეიძლება ყოფილიყო ამ ჩარევის მიზნები, თუ შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ? ოღონდ ახლად გავესაუბრები საქართველოს პარლამენტის წევრს, თავდაცვითი და უშიშროების კომიტეტის წევრს ბატონ ბექა ნაცვლიშვილს, ვის გვერდება ტელეფონით ეთერში. ბექა, გესმით ჩვენი გამარჯობა. მესმის უბრალოდ პატარა შესწორება შევიდა მეორე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში. კი ბატონო, უკაცრავად შესწორებისთვის. ასეთი კითხვა მაქვს. პარლამენტში თუ როცა მწიფდება მიდგომა ან აზრი, პარლამენტი არის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას, ფორმალურად კონსტიტუციით ასე არის. ასე რომ საინტერესოა რაიმე წინააღმდეგობები, ხედვები ბოლო დროს გახშირებულ ტერაქტებთან და მომატებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებით ხომ არ აქვს საქართველოს პარლამენტს შესათავაზებელი საქართველოს მთავრობისთვის უსაფრთხოების პოლიტიკის სულსაყოფად? რაც შეეხება ზოგადად არამარტო ბოლო, არამედ უკვე უბრალოდ ბოლოს გახდა, თქვათ ეს მოვლენები უფრო ინტენსიური, თორემ ესე იგი, ესეთი ძვრები მსოფლიო პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია არსებობს. აქედან გამომდინარე, ესე იგი, ამაზე მსჯელობა ყოველთვის მიდის, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ფორმატშიც მიდის, აგრეთვე კონსულტაციები მთავრობასთან, მაგრამ რაღაცა კონკრეტულზე საუბარი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ნაადრევია, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენ ამ მოვლენებს, აქ ამ პროცესებში მონაწილეობენ და ამ პროცესების ხვერპლი გახდა რამოდენიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყანაც. აქედან გამომდინარე, მათთან კონსულტაციებით, თვითონ გუნდში კონსულტაციებით და მთავრობასთან კონსულტაციებით ჩვენ ცელობის პროცესში ვიმყოფებით, მაგრამ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მე მგონი ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია. მე კონკრეტულად რა გადაწყვეტილებაზე მე ლაპარაკებით? არა, გადაწყვეტილებაზე არ გელაპარაკებით. გადაწყვეტილებაზე არ გელაპარაკებით. ვლაპარაკობ იმ საფრთხეების და რისკების გაცნობიერებაზე, რაც შეიძლება წარმოიშვებოდეს კონკრეტულად საქართველოს მისამართი და ამ ხრივ თუ არსებობს ხედვა პოლიტიკის ან პოლიტიკის შეცვლის. ლაპარაკი არ კურსის შეცვლაზე ცხადია, არა, ლაპარაკია პოლიტიკური ტაქტიკის შეცვლაზე და რაღაცა სულებზე. რა თქმა უნდა,
უნდა არა, მაგას რომ იმიტომ გამიკვირდა რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ რაც შეეხება კურსი არის ამ შემთხვევაში უცვლელი, ეს არის ევროპასთან მაქსიმალური დაახლოების და ინტეგრაციის კურსი, აქედან გამომდინარე ეს კურსი რა თქმა უნდა უცვლელია. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე პროცესებს ჩვენს რეგიონში, დაცულობაზე ვლაპარაკობთ რა. ბატონო, დაცულობაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. ცუდად მესმის, დაცულობაზე ვლაპარაკობთ, დაცულობაზე. საქართველოს მოქალაქეთა და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად თუ მიიჩნევს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი საჭიროდ რაღაცა ახალი ზომების და ნაბიჯების გაუმუშავებას უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებისას. აი ეს ვიკითხე. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესე იგი ვატყობთ რომ პროცესები საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარეობს შედარებით სტაბილურად, თვითონ ქვეყანაც არის ძალიან სტაბილური, ხო ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით ვატყობთ რომ ესე იგი სტაბილურობის ხარისხმა მოიმატა შესაბამისად, რა თქმა უნდა ქვეყნის ირგვლივ არის ესე იგი რაღაც წევები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და ხელმძღვანელობს სწორედ მაგით. რა თქმა უნდა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ ვთქვათ მაქსიმალურად აღკვეთილი იყოს ნებისმიერი ინტერვენცია ქვეყნის შიგნით, რომელიც დაკავშირებული იქნება ვთქვათ ტერორისტულ აქტთან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისითაც მუშაობა გრძელდება. მე უბრალოდ კითხვას ვერ ხვდები თქვენს ასეთ ბექა ჩვენ მივხვდით თქვენ პასუხს. დიდი მადლობა. ჩვენ ვესაუბრეთ ბექა ნაცვლში, საქართველოს პარლამენტის წევრს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრს. განმოგწოთ საუბარი ჩვენ სტუმართან სტუდიაში გიორგი რუხაძესთან 240-92-240-92-92 ჩვენ ტელეფონის ნომრებია. მიზნებზე გავჩერდით თუ გახსოვთ. რა შეიძლება ჩარევის მიზნები ყოფილიყო? თქვენ თავად უპასუხეთ ამას. ჩარევის მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობის დამყარება. ხო? 2013 წელს, როდესაც აი ის ფასად ასადის ჩამოცილება ხელისუფლებიდან ლიკვიდაცია. გეტყვით, ლიკვიდაცია, ხა ნამეტანია, მოდი ასე ვთქვათ. სადამის ლიკვიდაცია მოხდა და მაგიტომ ანუ არა, სადამი ამ შემთხვევაში სადამი გაასამართლეს. ლიკვიდაციაზე ხო არ მართლებს. და 2013 წელს, როდესაც სადამი ამ კარაფერშუაშია ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ეს რამოდენიმე წყარომ დაადასტურა. ეს უნდა ყოფილიყო გამყოფი წითელი ხაზი და სხვათა შორის მანამდეც სანამ ეს ინფორმაცია დადასტურდებოდა ამერიკის შეერთებული შტატები დეკლარირებულად ამბობდა რომ ჩაერეოდა თუ კი ასეთი რამ მოხდებოდა. ამის შემდეგ გადამწყვეტი ერთი კვირის განმავლობაში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის იყო ძალიან ინტენსიური მოლაპარაკება, რის შედეგადაც ამერიკის შეერთებული შტატებმა უკან დაიხია და მან არ გადადგა ნაბიჯი, მაშინ როცა უნდა გადაედგა ჩემი აზრით. სწორედ ეს იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია და ეს იყო სიგნალი ასევე რუსეთისთვის, რომ მისი აქტიურობა გამოიღებდა შედეგს იქიდან გამომდინარე, რომ შტატები და ზოგადად ნატოს წევრი ქვეყნები რაღაცა მცირე ჩართულობით გასაგებია საფრანგეთი ჩაერთო საჰაერო ოპერაციებით პარიზის ტერაქტის შემდეგ და ასე ვთქვათ იყო კანტი-კუნტი ოპერაციები, თუმცა ანუ ეს იყო პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც ის ქიმიური შეტევის შემდეგ არ ჩაერია, იმიტომ რომ აი სწორედ აი ამის შემდეგ ასადს მოესპო ყოველგვარი მორალური თუ სხვა ტიპის უფლება, რომ ემართა სირია. მან გადაკვეთა ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც მასთან ურთიერთობა უკვე სხვა ქვეყნებს, დემოკრატიულ ქვეყნებს გაუჭირდებოდათ, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და შესაბამისად ყველა მიზეზი არსებობდა იმისათვის, რომ დასავლეთი აქ ჩაარეულიყო. რეალურად ვერ გაბედა, არ გაბედა. გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც აქვთ ახლო აღმოსავლეთში აქტიური ჩარევის უარყოფითი გამოცდილება. რა არგუმენტებმა გადაწყვეტა ჩაურევლობის სასარგებლოდ?
იცით რა, ჩემი აზრით ეს იყო ერთის ჩვენ ჯარისკაცების სიცოცხლეს ესა? არა. აქ პოლიტიკური ამბები იყო. ერთი რომ მიმაჩნია რომ ობამა ვერ აღმოჩნდა ის ლიდერი და პასუხისმგებლობა ბოლომდე ვერ აიღო საკუთარ თავზე იმისა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აქამდე ატარებდა, იმ როლის ბოლომდე შესრულებისთვის, რასაც აქამდე შეერთებული შტატები ასრულებდა, ეს ერთი, ლიდერშიპის პრობლემა დადგა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩემი აზრით ეს იყო ზოგადად ბარაკ ობამას პოლიტიკა, რომელიც ნაკლებად იყურებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ და უფრო მეტი კონცენტრაცია იყო ობამაქეაზე, სიტყვაზე, შიდა ამერიკულ პრობლემებზე და სოციალურ პროექტებზე. ბუნებრივია, არაპოპულარული გადაწყვეტილებები დაგროვდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ავღანეთში, შემდეგ ერაყში და არ უნდა ობამას კიდევ ერთი ბრჭყალებში მისი გადასახედიდან შეცდომა დაეშვა. თუმცა როდესაც მე დიდ სურათს უყურებ, მე არ მიმაჩნია, რომ არც ავღანეთში და არც ერაყში ჩარევა იყო შეცდომა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი ქმედება. პრობლემა იყო ის, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა არ მოხერხდა და არ გაკეთდა და ერაყიდან დროზე ადრე გამოიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯარები და სწორედ ეს ობამას დამსახურება. ანუ მთლიანად ასე ვთქვათ გლობალურად რო შევხედოთ ამ ყველაფერს, არის ხოლმე დილემა, როდესაც აი მაგალითად ადამიანებს ხოცავენ დღეს სირიაში. და დასავლურმა ძალებმა იციან, რომ თუ ისინი ჩაერევიან ამ შემთხვევაში იმისთვის რომ მშვიდობა დაამყარონ, ბუნებრივია ამას მოყვება შემდგომი პრობლემები. იმიტომ რომ ეს არ არის ქვეყანა, სადაც დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ტრადიციები არსებობს და ყველა მიცის რომ პრობლემები დაიწყება მას შემდეგ, რაც მშვიდობას დაამყარებენ. ეს ერთი. ხომ, მაგრამ მეორეს მხრივ არ ჩარევა პრობლემაა, იქიდან გამომდინარე, რომ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და როდესაც შენ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია ამ ფორმით ან იმ ფორმით და ამას არ აკეთებ, სხვადასხვა მიზეზების გამო, შენი საკუთარი ხალხი, ასე ვთქვათ, კრიტიკულად გიყურებს და გეუბნება, რომ რატომ არ ვერევით, ხო? ანუ განსაკუთრებით, როდესაც ეს ბავშვებს ეხება, ქალებს ეხება და ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ღიად ჩანს და ამას ხედავთ, ბუნებრივია, აქაც მიუღებელია, რომ აქტიურად არ ჩაერიო. იგივე როდესაც ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, სიცოცხლის უფლება ირღვევა და შენ აქ არ ერევი, ესე იგი პრობლემა. ხო? ორი პოლიტიკა ზოგადად ასეთი რამეა, რომ იდეალური გამოსავალი არ არსებობს. ჩაერევი, ცუდი იქნება, არ ჩაერევი, მაინც ცუდი იქნება. უბრალოდ სწორედ აი აქ გაზომვადი უნდა იყოს, რომელი ცუდი ვარიანტი ჯობია, ჩარევის თუ არ ჩარევის. მე მგონია, რომ ყოველთვის ჩარევა ჯობია, კი მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაც ცუდ შედეგებს მოიტანს. მაგრამ ანუ გვიანი და ყოველთვის ჯობია, გვიან ჩაერიო, ვიდრე საერთოდ არ ჩაერიო. და მიმაჩნია, რომ თუ დასავლეთი არ ჩაერევა, შედეგად ბევრად უფრო ცუდი მოვლენები განვითარდება. ახლა შუა აღმოსავლეთში შედეგად მივიღებთ ძალიან გრძელვადიან კონფლიქტს, რომელიც მოდი ასე ვთქვათ, ტერორიზმსაც გააძლიერებს და კიდევ უფრო მეტად უარყოფითად იმოქმედებს ზოგადად დასავლურ პოლიტიკაზე და ლიბერალურ დემოკრატიაზე და თუ ვინმეს გონია, რომ ხა პუტინის ინტერესებში შედის, რომ იმ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, ძალიან ცდება. პუტინის ინტერესებშია ორგანიზებული ქაოსი. იმ რეგიონში ორგანიზებული ქაოსი, რომლის შედეგადაც ის თავის პოზიციებს და თავისი, ასე ვთქვათ, მოკავშირეების პოზიციებს გააძლიერებს. მოკავშირეები? ირანი ამ შემთხვევაში? ირანი, ჰეზბოლა, დიახ. სად ემთხვევა მათი ინტერესები? მათი ინტერესები ემთხვევა, გეტყვით, დაუბრუნდები ამას, მაგრამ ყველაზე ცუდი, როდესაც ჩარევა არ ჩარევაზე ვამბობდი, რომ ანუ ჩაერევი პრობლემა, არ ჩარევი კიდევ უფრო მეტი პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ნახევრად ჩარევა. ანუ რაც ხშირად რაც გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყის მდგომარეობაში. ანუ თუ ერევი ბოლომდე უნდა ჩაერიო.
უნდა ჩაერიო ბოლომდე მთელი შენი წონით და მიიყვანო საქმე ბოლომდე. იმ შემთხვევაშიც კი თუ კი ამას ძალიან კრიტიკულად უყურებენ და ასე შემდეგ. ავღანეთში გაიხსნების რითმები არ არსებობს და შედარებები არასწორია და ზუსტი არ არის. ავღანეთში ჩაერია რუსეთი, ხო და ჩაერია მართლა ბოლომდე, ანუ ჩამოაგდო ხელისუფლება ამინის თუ არ ვთქვი, ამინის კი არა ესა. ხო, თუმცა იქ ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატებიც, ხო? და შესაბამისად სწორედ აი ამ ჩარევამ შემოატრიალა ვითარება და ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერია ფულითა და იარაღით. და იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, მათ უფრო მეტი мотиваცია ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ებრძოდათ და პლუს საბჭოთა ჯარისკაცებს. და ახლა თუ ჩავყვებით ამას, ახლა იქ იყო მაგალითად ვიეტნამის მაგალითი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა ზუსტად იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში შემდეგ უკვე რუსეთი და საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა, მაგრამ ანუ სწორედ ამას ვამბობ, რომ არის საკმაოდ დაგროვდა გამოცდილება ჩარევა არ ჩარევის და პლუს და მინუსის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ იდეალური ვარიანტი არ არის. თუ დასავლეთი ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერია იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს ამ რეგიონში, თუ მან არ გაანეიტრალა ის, რასაც აკეთებს რუსეთი, არც ამ რეგიონში დამყარდება მშვიდობა და არც სივრცე შეეზღუდება დაეშს. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ აქ მთავარი პრობლემა, რაც მე შემდეგ უკვე ტალღების სახით გადაეცემა ევროკავშირსა და დასავლურ სამყაროს, ეს არის ის, რომ ორგანიზებული ქაოსის შემთხვევაში სივრცე რჩება ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერებისთვის და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გავლენას ახდენს დასავლურ პოლიტიკას. და აი ეს არის რა, ანუ ვაკუუმმა წარმოქმნა სწორედაც დაეში, ანუ ისლამური სახელმწიფო. თავის დროზე რომ შეერთებული შტატები ჩარეულიყო, დაეში შეიძლება ყოფილიყო დღეს, მაგრამ ბევრად უფრო შემცირებულ და მცირე ფორმებში, იმიტომ რომ მან მოახერხა ის, რომ რაც დარჩა სირიაში კონტროლის გარეშე, რაც დარჩა ერაყში კონტროლის გარეშე, აი სწორედ აი ამაში აღმოცენდა რეალურად ეს ფესვები, ეს წყალი, ეს საზრდო გამოიყენა იმისთვის, რომ სულ რაღაც მარტივი, ასე ვთქვათ, ტერორისტული დაჯგუფება გადაქცეულიყო კვაზი სახელმწიფოდ, ხო? ამოდი შევეხოთ ერთ საკითხს, რომელიც ასევე ზედაპირზე დევს და რომელიც ვფიქრობ თქვენ მონიშნეთ, როდესაც დასავლეთ ევროპის სამი მთავარი პრობლემა ჩამოთვალეთ, მესამე პრობლემას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოლიტიკური ძალების ამოცენებას ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ ევროპა არის აღსარებელი ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებისა და სწორედ ეს ლიბერალური დემოკრატია მოიცავდა თავის თავში მულტიკულტურალიზმის კონცეფციასაც, რამაც გაუხსნა დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოს კარები სხვადასხვა კონტინენტებიდან წამოსულ მიგრანტებს. და ევროპელებს თავიანთ ვალად მიაჩნდათ, რომ ამ ხალხისთვის, რომელიც გამოექცა მძიმეყოფას, ხელისუფლების დევნას, არათავისუფლებას, მიეცათ თავში საფარი მფარველობა, სამსახური და ნელ-ნელა მოეხდინათ მათი ინტეგრირება და მათი არც გამსჭვალო თუ მოხერხდებოდა იმღერებლებით, რაც მაგ ამათ მულტიკულტურალიზმის კონცეფცია იმასაც ნიშნავს, რომ მშვიდობიანად თან არსებობენ და ერთმანეთს არა თუ იტანენ, არამედ ჰარმონიულად ერწყმიან და ეს არის ამერიკის, რა ქვია, ბრძმედია, ხო? არამედ ეს რა ქვია მაგას. მოკეთ თანასწორუფლებიანი არსებობა მიუხედავად რელიგიური, რასობრივი თუ სხვა ტიპის განსხვავებების. ხო და ეხლა საქმე ცოტა სხვანაირად არის, როგორც ჩანს, იმიტომ რომ წარმოიშვებიან ძალები, რომლებიც თქვენ სამობთ, რომ არიან ულტრები. ეს ულტრობა გამოიხატება ერთი მხრივ როგორც თქვენ ძანებთ მიგრაციული საკითხების გამწვავებაში და წინ წამოწევაში, ანტიმიგრაციული რიტორიკა იბადება, მეორე მხრივ ანტიისლამური. მოკეთ აქ საინტერესო ერთი რამ. საინტერესოა ის ტრადიციული ღირებულებები, რომელსაც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური პარტიები იზიარებდნენ და პოლიტიკური რეალობა, რომელიც წარმოიშვება მიგრანტთა დიდი ნაკადის მიწყდომით ევროპის კონტინენტზე. თქვენ დაკვირვებით, რა ხდება? ხდება ეროზია ღირებულებებისა ევროპაში
დგება ეჭქვეშ ლიბერალური მიდგომები და ლიბერალიზმი ევროპაში და ევროპელი პოლიტიკოსები იხრებიან სახელმწიფო ინტერესების თუ კი მათ ეს ინტერესები ისე ესმით როგორც ჩვენ ახლა გულისხმობთ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ამ ღირებულებების შელევისაკენ რომ თავარია ჩვენ ვიყოთ დაცულები ჩვენ არ დაგვიმსახურებია შიშქვეშ ცხოვრება და თქვათ და მულტიკულტურალიზმთა ესვას წერტილი გამკაცდეს მიგრაციული პოლიტიკა და მოკეთ თქვენ ხვდები. ძალიან კომპლექსური კითხვა. უბრალოდ ხო, საკითხია. ნაწილობრივ დაგეთანხმებით, ნაწილობრივ არა. დაგეთანხმებით იმაში, რომ რაღაცა დოზით საქმე გვაქვს ლიბერალური დემოკრატიის კრიზისთან. მოდი ესე ვთქვათ, რაღაც მომენტში ტრადიციულ პოლიტიკურ ძალებს პოლიტკორექტურობიდან გამომდინარე, მოდი წესიერად გაზრდილობისგან გამომდინარე, ანუ ზედმეტად მობიერად და ზედმეტად, ასე ვთქვათ, ყური წაუყრუეს იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებდა საზოგადოების ნაწილს. იქიდან გამომდინარე, რომ ის პირდაპირ ბოლომდე არ ჯდებოდა მათ პოლიტიკურ იდეოლოგიაში და ის ნიშა, რომელიც დარჩა ცარიელი და რომელიც მე გააძლიერა მოვლენებმაც მათ შორის, იმიტომ რომ ეს მიგრაციის, ასე ვთქვათ, მოწყდომა, ეს არ იყო ხო შემთხვევითი ამბავი, აი ეს გამოიწვია სწორედაც შუა აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა და სხვა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და საკმაოდ მოშორებით მიმდინარე მოვლენებმა. ხო, აი ამ მომენტში აღმოცენდნენ ძალები, უბრალოდ იყვნენ ეს ძალები ყოველთვის ულტრამემარცხენეც და ულტრამემარჯვენე ძალები ევროკავშირის ქვეყნებში ყოველთვის არსებობდნენ. უბრალოდ მათი ასე ვთქვათ პოლიტიკური წონა იყო იმდენად მცირე, რომ საერთოდ პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ ახდენდნენ. შესაბამისად, მათ დასაკარგიც არაფერი ჰქონდათ. როდესაც გამოჩნდა, ასე ვთქვათ, გააღვივდა ეს პრობლემები, რაზეც ვისაუბრეთ, ტერორიზმი, მიგრანტთა პრობლემა, ან ფუნდამენტალიზმი, მათ დაიწყეს აი ამ პრობლემებზე ხმამაღლა და უაპელაციოდ საუბარი, ანუ ის, რასაც საზოგადოების ნაწილი ითხოვდა და რასაც ტრადიციული პარტიები თავიანთი, ასე ვთქვათ, სოფხედველობრივი და პოლიტიკური ბაზისიდან გამომდინარე ვერ ბედავდნენ. შესაბამისად, არ არსებობს პოლიტიკაში ადგილი, რომელიც არ ივსება რაღაც პოლიტიკური ძალის მიერ და სწორედ ეს ადგილები შეავსეს ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალებმა. აქ ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ამას ხელს უწყობდა რუსეთიც. და ეს ახალი სულაც არ არის, რასაც ვამბობ, რომ სწორედაც რომ ულტრამემარჯვენე ძალების მოძლიერებით რუსეთი ცდილობს ებრძოლოს ლიბერალურ დემოკრატიას როგორც საწყის და როგორც მოდი ასე ვთქვათ, ძირითად მართვის ძირითად მექანიზმს, რომელიც დასავლეთ ევროპაში არსებობს. ახლა ამ გამოსავალი რაშია? მე მიმაჩნია, რომ პოპულიზმის სიმტოქეა პოპულიზმი, რომ მას ის არის დროში შეზღუდული ამბავი. ანუ პოპულიზმი ვერ გადაწყვეტს პრობლემას. და როგორც კი ვერ გადაწყვეტს პრობლემას, ასევე ანუ იმ მაშინათვე ეშვება მისი მნიშვნელობაცა და რეიტინგისა და პოპულარობაც. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მგონია, რომ მემარჯვენე და მემარცხენე, ასე ვთქვათ, ულტრა პოლიტიკა არის დიდი საშიშროება ევროპისთვის, იმიტომ რომ თვითონ ევროპის პოლიტიკური სისტემა და ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ დაუშვებთ, რომ რომელიმე ულტრამემარჯვენე ძალა იმარჯვებს არჩევნებში, რაც ჯერ თითქმის არ მომხდარა, მათ ფინალში გადიან. ხო, მაგრამ ისინი დღეს უკვე გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე. გამარჯვებით ჯერ არ გაუმარჯვიათ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ გაიმარჯვებენ, ეს მათ არ მიცემთ საშუალებას, რომ თავად დააკომპლექტონ ხელისუფლება და სხვა კოალიციური პარტნიორების გარეშე მოახდინონ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, როგორც კი კოალიციურ პარტნიორობაში გადავა მართვის მდგომარეობა, ნებითად უნებლიეთ ხდება აი ამ ულტრა ძალების ნაკლებად ფორმირება, უფრო ნაკლებად რადიკალურ, ნაკლებად ულტრა ძალებად, უბრალოდ ამას დრო ჭირდება. ასე რომ
პოლიტიკურ დონეზე აქ პრობლემა არ არის. პრობლემა არის იმაზე, რომ რეალურად აი ეს ბრძოლა, რაც მიმდინარეობს, დღის წესრიგიდან დაბლაწევს ისეთ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ხდება აი ამ ქვეყნების და მათ ხელისუფლებების დაკავება ძირითადად მათი პრობლემებით, ანუ ნაციონალური პრობლემებით და კიდევ ერთი ხშირ შემთხვევაში, როდესაც ულტრამემარჯვენე ან ულტრამემარცხენე ძალები ამბობენ, რომ გამოსავალი არის იზოლაციაში, რომ ჩვენ ჩავკეტოთ, მოდი საზღვრები არ შემოუშვათ ეს ხალხი აქ და ეს პრობლემები აღარ გვექნება, რომლებიც გვაქვს და ამის საწინააღმდეგო იდეაა, რომ პრობლემა მოვაგვაროთ იქ, სადაც იწყება, ანუ ყველა თვალსაზრისით ნელ-ნელა საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი მისკენ, რომ ანუ იზოლაცია ვერ გადაარჩენს ამას, მაგრამ თუ კი პრობლემა არის შორს ევროკავშირისგან და თუ კი ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ზოგადად დასავლეთი ამას წაუყრუებს, ძალიან ბევრი მაგალითი არის უკვე იმისა, რომ ის მოვა ახლოს და თუ ის წაუყრუებს და არ ჩაერევა, სხვა ჩაერევა, გამოჩნდება რუსეთი, ჩინეთი, ირანი, რეგიონალური თუ ნაციონალური ძალა, რომელიც ჩაერევა და საქმე იქნება უარესად და პრობლემებიც იქნება მეტი. ეს გაცნობიერებული აქვს უკვე? ეს ნელ-ნელა ჩემი გადასახედიდან ეს ძველი გაკვეთილია. ეგრე იყო სულ. როგორ შეხედო სოფლის პოლიტიკურ ისტორიას, მაგ დასკვნის გაკეთება უნდა გაჭირდეს, მაგრამ ეთყობა სტარად ფიქრობდნენ, რომ კაცობრიობა ცოტათი შეიცვალა. არა, არ შეცვლილა, ნამდვილად და დავბრუნდით იქ, საიდანაც დავიწყეთ. ახლა სირიის საკითხს რაც შეეხება, ანუ ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე და რას იზავს ტრამპის ადმინისტრაცია. ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციის მდგომარეობაშია ეს ყველაფერი და მთავარია, რომ დასავლურმა ძალებმა არ მიცენ რუსეთს თავისი სცენარის განვითარების საშუალება რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში. მადლობა გიორგი, ჩვენი სტუმარი გახდათ გიორგი რუხაძე. მე ვფიქრობ, ჩვენ მასთანაც სხვა პროფესიონალებთან საერთაშორისო ურთიერთობების ხშირად ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე, იმიტომ რომ ეს არ არის მოკლე ვადაში გადაწყვეტილი პრობლემები, რაც ახლა ჩვენ ვეხებით და არ მარტო ვეხებით, თვალსაც ვადევნებთ. თინა სამბაძე ხმის რეჟისორი, ნინო რამიშვილი პროდიუსერი, დავით ბაიჭაძე წამყვანი პიკის საათისა დღეს ნახვამდის ხვალამდე. საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით ბაიჭაძესთან ერთად.